ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. განმეორებითი კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, როცა თებერვალში 105 ვაკანტური თანამდებობიდან საკონკურსო კომისიამ მხოლოდ 63 პოზიციაზე გამოავლინა გამარჯვებული. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით წინა კონკურსის შედეგად დარჩენილ 53 ვაკანტურ თანამდებობას ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის და საკრებულოს იურისტის ვაკანტური თანამდებობაც ემატა. გარდა ამისა, ატესტაციას გაივლის ქობულეთის თვითმმართველობის 50 თანამშრომელი. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება 4, 5 და 6 აპრილს, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრება 20 აპრილის შემდეგ ჩატარდება. Დაემატა ორი ახალი პოზიცია, ერთი ზედამხედველობის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია, აღმომუშავე თანამშრომელი სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადავიდა სამუშაოდ და შესაბამისად ვაკანტური დარჩა ეს ადგილი, ხოლო მეორე პოზიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურისტის პოზიცია, აღმომუშავე თანამშრომელი გადავიდა სხვა საჯარო უწყებაში. მეორე ეტაპი ჩატარდება 4, 5 და 6 აპრილს, ეს ეტაპი გულისხმობს ტესტირების ეტაპს. მესამე ეტაპი ჩატარდება 20 აპრილის შემდეგ. ერთდროულად იქნება ტესტირება როგორც კონკურსს დაქვემდებარებული პიროვნებებისთვის, ასევე ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის. 50 მუდმივმოქმედი თანამშრომელი დაექვემდებარა ატესტაციას, მათ შორის 42 მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია, ხოლო 8 საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.